გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დვანში, დიცსა და ერგნეთში მცხოვრებ მოზარდებს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში 100-მდე მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებელში სტომატოლოგიური და ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია. შეხვედრის პარალელურად მოზარდებისთვის უნივერსიტეტის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაც გაიმართა. ღონისძიების დასასრულს კი სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის ფეხბურთში მეგობრული ტურნირით შედგა. საქველმოქმედო აქცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით სოციალური დახმარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მე-11 და მე-12 კლასელები ჩამოვიყვანეთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მათ დავათვალიერებინათ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეხლა ვიმყოფებით სტუდიაში, სადაც მოხდება ფილმის ჩვენება, რომელიც დამზადებულია თვითონ უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ. ამის შემდეგ სტუდენტებს ეკნებათ მცირე ლანჩი, შემდეგ გამართებენ ექსკურსიაზე თბილისის მასშტაბით, სადაც დავათვალიერებინ თბილისის კულტურულ მემკვიდრეობას. ძალიან კარგი და ბევრი ინფორმაცია გავიგეთ, რომელიც ჩვენთვის ახალი იყო და ჩემი აზრით ეს ასეთ პროექტს ბევრი უნივერსიტეტი უნდა აკეთებდეს, რათა დაეხმაროს კონფლიქტის სარეშო მცხოვრებ ახალგაზრდობას, რადგან ისინი არ იყვნენ საზოგადოებისაგან იზოლირებულები. ეს პროექტი იყო ძალიან საინტერესო, დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენ ახალგაზრდებს და იმედი მაქვს, რომ ასეთი პროექტები კიდევ გაგრძელდება.